ჩვენ სანამ გარდავიცვლებით ჩვენ უნდა გქონდეს იმის მწველი სურვილი, რომ ვიხილოთ უფლის დიდება. ჩვენ საკუთარ თაბორზე ავიდეთ. გესმით, ეს ამის სურვილი იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ამ სურვილით გამსჭვალულები, აღტკინებულნი, აღზრულნი, მოტივირებულნი მოვდიოდეთ ყოველ წირვაზე. ყოველი წირვა ჩვენთვის თაბორის მთაზე ასვლა უნდა იყოს და არა ისე, რომ დგავართ და ერთი სული გვაქვს მორჩება. არა, თაბორის მთაზე ასვლა, აი ავდივარ, აი ეხლა. არა. კარგი, მე ვწდი, სანამ პირში სული გვიდგას. იმიტომ რომ ეს სიტყვები არიან ვინმე აქ მდგომარენი, რომლებიც არ გარდაიცვლებიან მანამ, სანამ არ იხილავენ უფალს თავის დიდებაში, რატომ არ უნდა მინდოდეს მე ეს? კარგი, თქვათ მე ეს არ მინდა. ან თავი დავიმძაბლე, არა მე კაცო რა მისი ღირსი. აბა მაშინ რა მინდა? ეს ნიშნავს, რომ მე ღმერთი მინდა და თუ ეს არ მინდა, აბა რა მინდა? და მაშინ რა მინდა და აღარა ვარ ქრისტიანი. მინდა ღმერთისგან რაღაცეები. აქ მომეხმარე, იქ ხელი შემიწყე, იქ გადამარჩინე და ასე შემდეგ. ანუ ანგარებიანი ვარ. ან ანთებული ვარ ღმერთის სიყვარული და ღმერთის სიყვარული მინდა მხოლოდ და ღმერთთან ყოფნა მინდა, მასთან ერთობა და ყველაფერი ამას უკავშირდება, ან ანგარებიანი ვარ, წამს ღმერთი და დამეხმარება. იმიტომ რომ კეთილ რაღაცებს ცდილობ და ცდილობ უერთგულოდ და დამეხმარება. ადამიანს არ შეიძლება რომ რაღაცა არ უნდოდეს აქ რომ მოდის. თუ ადამიანი ამბობს აქ მოვდივარ და არაფერი არ მინდა, რა ვიცი. მე მგონი ცრუობს საკუთარ თავთან მაინც. რაღაცა უნდა ადამიანს და რა უნდა? და თუ ღმერთი არ უნდა, მაშინ ღმერთისგან რაღაც უნდა. და თუ ღმერთი უნდა, მაშინ ღმერთი კიდე ეგ არის. ის ავლენს საკუთარ თავს შეუქმნელ ენერგიებში.